26 მაისს აღნიშნავენ რუსთავშიც იმართება გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. 3 საათზე დაიწყება საგანგებო ამ დღისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული შოუ. რუსუდან ლოლაძე დეტალებით. დიახ, საზეიმო და მზიანი განწყობა არის რუსთავში. დილის 7 საათიდან დაიწყო ქალაქში სამხედრო ტექნიკის შემოყვანა. ის განთავსებული არის კოსტავასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე. ქალაქის მთავარი მოედნის მიმდებარედ, სწორედ მთავარ მოედანზე გაიმართება 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. უკვე დამონტაჟებულია სცენა, სადაც 18 საათზე დაიწყება გალა კონცერტი, თუმცა გალა კონცერტამდე მოსულ ადამიანებს უამრავი სიურპრიზი დახვდებათ. აქ არის თემატური კუთხე ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა, ასევე ფლორისტებისთვის არის ცალკე განკუთვნილი კუთხე, მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ასაკისა და ყველა გემოვნების ადამიანზე არის მორგებული დღევანდელი ღონისძიება. ოფიციალური ღონისძიება დაიწყება დღის 2 საათზე, 5 საათზე კი ქორეოგრაფიულ ანსამბლებს დაეთმობა სცენა, 17 საათსა და 10 წუთზე კი ისევე როგორც მთელ საქართველოში, რუსთავშიც აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. რუსთავში წელს იმართება ეს დღესასწაული მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, სადაც წარმოდგენილი არის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების, ტექნიკისა და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის გამოფენა. ასევე წარმოდგენილები არიან ადგილობრივი მეწარმეებისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები გაიმართება. ვანახოთ პატარა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე ისწავლოს ყველაფერი, რა არის საქართველოს შეიარაღებაც, სილამაზეც და ყველაფერი. ნახა სამხედროები ჩაიხუტეს ყველამ და მოეფერნენ დილიდან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, დაღუპულ გმირებს და მათ ოჯახის წევრებს. 26 მაისი არის ერთიანობის, თავისუფლების სიმბოლო. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილი არის ავტოტექნიკა, ჯავშან ტექნიკა, სხვადასხვა შეიარაღება, სამედიცინო აღჭურვილობა, საინჟინრო აღჭურვილობა. სრულიად საქართველოს და მთლიანად თავდაცვის ძალებს ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისია თავისუფლების სიმბოლო. ასევე მინდა მიულოცო ეს დღე ჩვენს დაღუპულ გმირებს და მათი ოჯახის წევრებს. ულოცავ ჩემს ქვეყანას ყველაზე მთავარ ეროვნულ დღეს. დღევანდელი დღე არის სიამაყის დღე, თითოეული ქართველისთვის ეს დღე გვაერთიანებს ყველას და საზეიმო განწყობა თითოეულ ქალაქში. დღეს რუსთავიც აღვნიშნავთ 26 მაისს. ველოდებით ყველას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ჩვენ შვილებს ვანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე თითოეული ქართველისთვის. დიახ, გალა კონცერტი რუსთავში დაიწყება, როგორც გითხარით, ზუსტად 18 საათზე და რუსთაველებისთვის და არა მარტო მათთვის დღეს ჯგუფი ურსა იმღერებს. მადლობა, რუსუდან ლოლაძე იყო მოამბის ეთერში.